მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს ვიწყებთ უკვე მეშვიდე ლექციას და კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით რაღაცა თემებს, რომლებიც ჯერ არ გაგვივლია. ვისაუბრებთ რამოდენიმე ისეთ თემაზე, რომელიც უფრო ზოგადია. პირველი, რაზეც ვისაუბრებთ, იქნება რეტროგრადული პლანეტები. ესე იგი, რეტროგრადული პლანეტა ნიშნავს პლანეტას, რომელიც ჩვენი პერსპექტივიდან, დედამიწის პერსპექტივიდან, როცა უყურებთ, ჩვენ ვხედავთ, რომ თითქოს უკან მიდის, მაგრამ სინამდვილეში პლანეტა არასოდეს არ მიდის უკან. მაგრამ აი წარმოიდგინეთ ახლა, როდესაც მანქანით ჩქარა მოძრაობთ და გაიხედებით და უკანა შუშაში ხედავთ, რომ მანქანა მოდის თქვენს უკან, მაგრამ მოდის უფრო ნელა, ვიდრე თქვენი სისწრაფეა და გეჩვენებათ, რომ თითქოს უკან მიდის ეს მანქანა, ხო? და აი ზუსტად ესეთი ოპტიკური ილუზია არის ის, რომ პლანეტა, მაგალითად, ახლა თქვა სატურნი რეტროგრადულია ამ წუთში და ყველა ლაპარაკობს, რომ სატურნი რეტროგრადულია, უკან მიდის, მაგრამ სინამდვილეში სატურნი არ მიდის უკან. უბრალოდ ჩვენ ვიყურებთ დედამიწიდან და გვიჩვენება ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ იმის სიჩქარე სხვა არის, ჩვენი სიჩქარე სხვა არის და გველანდება, ასე ვთქვათ, რომ უკან მიდის. ვიღაცის სტატია წავიკითხე ამ თემაზე, რომ აი ეს რეტროგრადული პლანეტები რა სისულელია, სინამდვილეში ოპტიკური ილუზიაო. მაგრამ ჩვენ უბრალოდ ყველაფერი ოპტიკური ილუზია, ილუზიურ სამყაროში ვცხოვრობთ, არის ესე იგი ჩვენი წარმოდგენილი ყველაფერი და ის, რომ ჩვენ ვხედავთ სატურნს, რომელიც უკან მიდის, რაღაცას ნიშნავს. და ეხლა გეტყვით, რას ნიშნავს. როდესაც თქვენ უკაში არის რეტროგრადული პლანეტა, ეს ნიშნავს, რომ ამ პლანეტის ენერგიას აკლია რაღაცა რესურსი. ანუ ძალიან დიდი რესურსი აქვს რომელიღაც ცხოვრებაში, მაგრამ რაღაც მომენტში მოხდა რაღაცა რომელიღაც ცხოვრებაში და დაიბლოკა ამის რესურსი. აი მაგალითად ვიღაცას აქვს რეტროგრადული მერკური, ვთქვათ, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ რომელიღაც ცხოვრებაში ამ ადამიანმა განიცადა რაღაცა ტრავმა და ამ ტრავმის შედეგად მისი საკომუნიკაციო, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები დაიბლოკა. ან მისი რაღაც გონებრივი შესაძლებლობები დაიბლოკა. ამას ახლა არასოდეს არავისგან არ გამიგია ესეთი ახსნა რეტროგრადული პლანეტების და ეს არის ჩემი დაკვირვების შედეგი. და ანუ მე მყავს მაგალითად პირადად რეტროგრადული მერკური და როდესაც დავამუშავე, აღმოჩნდა ისე, რომ ერთ-ერთ ცხოვრებაში ძალიან შოკური რაღაცა განვიცადე და აქედან დაიბლოკა. შემდეგ როდესაც გაიხსნა ეს ტრავმა, ხა ჩემი მერკურს არ აქვს არაფერი რეტროგრადულობის, ანუ ის რესურსი წამოვიდა ისე. ასევე არის ყველა პლანეტასთან დაკავშირებით, თუ ვიღაცა სატურნი აქვს რეტროგრადული, ეს არის ძალიან ძლიერი სატურნი, მაგრამ აი აქ არის რაღაცა დაბლოკილი და დასამუშავებელია რაღაცა ამ თემასთან დაკავშირებით, ან იუპიტერი რეტროგრადული. ეს გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი თითქოს აი ამ პლანეტის ენერგიაში უკან ბრუნდება ხოლმე რაღაცნაირად, ანუ თუ იუპიტერია შეიძლება ერთი და იგივე ცოდნას ისევ და ისევ უბრუნდებოდეს ადამიანი. თქვათ, თუ მერკური რეტროგრადულია, ადამიანისთვის არ არის ადვილია ესე მივიდეს პირდაპირ და კონტაქტში შევიდეს სხვა ადამიანთან და სჭირდება ხოლმე ყოველთვის რაღაცის გადალახვა, ასე ვთქვათ, რაღაც წინაღობის, რომ ლაპარაკი დაიწყოს ვიღაცასთან. ესე იგი, სინამდვილეში რეტროგრადულობა არის ოპტიკური ილუზია და ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი რეტროგრადული პლანეტა დავამუშაოთ და აქ მივიღოთ ძალიან დიდი პოტენციალი აქედან, ასე ვთქვათ. ძლიერიც არის რეალურად რეტროგრადული პლანეტა, არ ნიშნავს იმას, რომ სუსტია. კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივი და ნიშნავს, რომ რაღაცა არის იქ ჩაფარული და რაღაცა არის ამოსაქექი ამ პლანეტის პოტენციალიდან. ესე იგი, სხვა კიდევ ერთი კონცეფტი არსებობს ვედურ ასტროლოგიაში და ეს არის ატმა-კარაკა. ატმა არის სული და კარაკა არის აღმნიშვნელი. ანუ ერთი პლანეტა რუკაში, რომელიც არის სულის აღმნიშვნელი. აი დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, რომ პლანეტები არიან ჩვენი ყველა მასწავლებელი და აი დამრიგებელი პლანეტა არის ატმა-კარაკა, რომელსაც ანუ ყველაზე მეტი რაღაცა ეხება. აი მაგალითად ატმა-კარაკა რაც არ უნდა სუსტი იყოს რუკაში, ხო? მაინც
პოზიტიურ, სულ დამწვარი იყოს ან რაღაც საშინელ მდგომარეობაში ეს პლანეტა, მაინც პოზიტიურ თვისებებს ავლენს, ასე ვთქვათ. და ეს არის ის პლანეტა, რომელიც არის ყველაზე მაღალ გრადუსში ჩვენ რუკაში. აი, გადახედეთ პლანეტებს, რომელი პლანეტაც არის ყველაზე მაღალ გრადუსში, ის არის ატმა კარაკა. გარდა რაჰუსი, მაგალითად რაჰუც არის ატმა კარაკა, ზოგჯერ, ოღონდ რაჰუ უნდა იყოს, რადგანაც რაჰუ მოძრაობს უკუღმა, უნდა იყოს ძალიან დაბალ გრადუსში. მაგალითად, რაჰუ თუ არის 1 გრადუსში და მაგის შემდეგ ყავთ რომელიღაცა პლანეტა 27 გრადუსში, ხო, მაშინ რაჰუა, ატმა კარაკა, იმიტომ რომ ის უკვე 1 გრადუსში თუ არის, ის ნიშანი მთლიანად ფაქტიურად დაფარული აქ 1 გრადუსიღა დარჩა, რომ გავიდეს იქიდან, იმიტომ რომ უკუღმა მოძრაობს. ანუ რეალურად უდრის, რომ 29 გრადუსში იყოს. თუ ვერ მივხვდით ეს ხო, ცოტა შეიძლება ძნელად ავხსენი, მერე კიდე გავიმეორებს და მკითხეთ თავიდან. ესე იგი, სხვადასხვა პლანეტები, სხვადასხვა ატმაკარაკები, სხვადასხვა გაკვეთილებს გვიტარებს და გვიტარებს აი იმ პლანეტასთან დაკავშირებულ გაკვეთილებს. მაგალითად, მერკური თუ ატმაკარაკა, ჩვენი ცხოვრება იმის გარშემო ტრიალებს, რომ აი კომუნიკაციაში გავიხსნათ, მაგალითად, დავამყაროთ ადამიანებთან უფრო ღრმა ურთიერთობა, ასე ვთქვათ. ანუ ეს პლანეტა გინდაც არ იყოს, თქვა, ჩვენი მთავარი პლანეტა, ან არ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი შეხედვით, ხო? მაინც ჩვენ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია ამ პლანეტის ენერგია. და განსაკუთრებით ის სახლი, სადაც ზის ატმაკარაკა, მნიშვნელოვანია ჩვენი კარიერისთვის. მთავარ რუკაშიც და ნავამშაშიც. ნავამშა რა არის, ამასაც შევეხებით ცოტა ხანში. ანუ ისე არ გაიგოთ, რომ აი ატმაკარაკა სადაც ზის ზუსტად ის უნდა გააკეთოთ, მაგრამ ის სახლი მაინც ძალიან ხაზგასასმელია, სადაც ატმაკარაკა წავიდა, ბევრი ადამიანი რაღაცა სულის საქმიანობად იმ რაღაცას აირჩევს ხოლმე, სადაც ატმაკარაკა, მაგალითად. სატურნის შემთხვევაში რა შეიძლება რომ ვიფიქროთ? სატურნი გვასწავლის ხოლმე, თუ შეიძლება კითხები რომ ბოლოს დავსვათ, ჩაიწერეთ ხოლმე და მერე ბოლოს მკითხეთ და სატურნის შემთხვევაში ატმაკარაკა გვასწავლის, აი ძალიან ნიშანდობლივია შურისგან მაგალითად თავის დაღწევას გვასწავლის აი სატურნის თვისებები, რომ ძალიან კარგად დავაინტეგრიროთ ჩვენ ცხოვრებაში ეს დისციპლინა და ესეთი რაღაცეები. ანუ რაც არ უნდა უჭირდეს ადამიანს, ხო, ამ ყველაფრის მიღწევა, სულ შემოვა ცხოვრებაში გაკვეთილები, რომ ეს რაღაცა უნდა, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად განვავითაროთ, ისე თავს არ დაგვანებებს ეს პლანეტა. და თან გვეხმარება, ანუ ძალიან დიდი პოზიტივიც მოაქვს. ანუ სატურნი თუ არის ატმაკარაკა, მაინც გეხმარება ყველაფერში. სატურნის პერიოდში ვიღაცას თუ უფრო უჭირს, შენ შეიძლება სატურნის პერიოდი უფრო ადვილად გაიარო, იმიტომ რომ რაღაცა წარმოიდგინეთ, როგორც დამრიგებელი, უფრო ისე არის გულმოწყალედ განწყობილი მოსწავლეების მიმართ, ვიდრე უბრალოდ მასწავლებელი, უბრალოდ ამ პლანეტას უფრო გული შესტკივა ჩვენზე, ასე ვთქვათ. ჩვენ სულთან აქვს უფრო მეტი კავშირი. ამბობენ, რომ ბევრ ცხოვრებაში ჩვენი მთავარი ენერგია იყო მაგალითად ატმაკარაკა, მაგრამ ამის შემოწმება ეხლა რაღაცნაირად შეუძლებელია, რომ მართალია ეს ყველაფერი თუ არა. შემდეგ ატმაკარაკაზე ისეც მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ ნავამშაში რას აკეთებს. ნავამშას ცოტა ხანში გადავალთ ეხლა. ანუ პირველი რუკა, როდესაც გავაკეთეთ, ხო დაინახეთ, იყო D1 აწერია. ეს არის მთავარი რუკა ჩვენი და გვერდზე რუკა არის ნავამშა. და აი იქ, აი ამ გვერდზე რუკაში, შუაში, რომელიც არის, სადაც ატმაკარაკა არის წასული, ანუ ვთქვათ მერკურია ატმაკარაკა, ხო, ჩვენ მთავარ რუკაში და ვნახავთ იქ რას აკეთებს მერკური. ხდება ხოლმე, რომ აი ცხოვრების მეორე ნახევარში ის სფერო აქტუალური ხდება, სადაც ნავამშაში არის, ან რაღაცა ტალანტი არის იქ შენახული, ასე ვთქვათ, სადაც ნავამშაში არის ატმაკარაკა. ეხლა თვითონ ნავამშას რაც შეეხება, ეს არის, ანუ ჩვენ გვაქვს ერთი რუკა, დაბადების რუკა D1, რომლიდანაც ჯიოტისში არის შექმნილი დანაყოფი რუკები. ეს დანაყოფი რუკები არის 64 სულ. დანაყოფი რუკების გამოთვლა არის საკმაოდ ესეთი რთული პროცესია და დაწვრილებით არ აგიხსნით, იმიტომ რომ დიდად არაფერში არ გჭირდებათ და ამას აკეთებს ხოლმე პროგრამა ყოველთვის. ანუ იღებენ მე-9 სახლს, მერე ყოფენ რაღაცა, ასე ვთქვათ, 9 ნაწილად და მერე პლანეტები ხვდება სხვადასხვა სახლში. ანუ
ეს ნავამშა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რუკა ამ 64-დან პირველი რუკის შემდეგ. და ყველა რუკას აქვს რაღაცა თავისი ფუნქცია. მაგალითად, მეორე რუკა არის, მეორე დანაყოფი რუკა არის ქონების. მაგალითად, მესამე რუკა არის მშობლების და ასე შემდეგ, ანუ კონკრეტულად რაღაც. მეათე რუკა არის კარიერის და მარტო კარიერას ვუყურებთ იქიდან მეათე რუკიდან. ოღონდ რაც უფრო დიდია ამ დანაყოფის რიცხვი, უფრო ზუსტი უნდა იყოს დრო. აი, მაგალითად, ნავამშა იცვლება 10 წუთში, ანუ 10 წუთის სიზუსტით თუ არ ვიცით დრო, ხო, ჩვენი ნავამშა შეიძლება არ იყოს ნამდვილი. ზუსტად უნდა ვიცოდეთ დრო, რომ ნავამშა იყოს სწორი. ესე იგი, ნავამშას უყურებენ როგორც პარტნიორის, ანუ ჩვენი პოტენციური პარტნიორია, ასე ვთქვათ. მაგრამ სინამდვილეში, ხო, პარტნიორი კი არ არის ნავამშა, ეს არის ჩვენი პოტენციური, ჩვენი თავი პოტენციური, ოღონდ. გვარის რუკა, რომელიც მუშაობს ჩვეულებრივად და ყველა საისთვისებები მაინც გვაქვს, რაც ნავამშაშია, უბრალოდ არის ძალიან ჩანასახში. და თუ საკუთარ თავზე ვიმუშავებთ, ხო, დიდი, ასე ვთქვათ, დიდი შანსია, რომ ეს თვისებები გამოვავლინოთ. და რატომ არის პარტნიორის რუკა? იმიტომ რომ ჩვენ სხვა ადამიანებში გვიზიდავს ის, რაც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ პოტენციურად. აქედან გამომდინარე, ამბობენ, რომ აი ნავამშა არის პარტნიორის რუკა. ანუ უმეტესობა ადამიანების, რომლებიც საკუთარ თავზე მუშაობს, აი ნავამშაშიც ხედავს თავის თავს, ასე ვთქვათ, ეს მთავარი რუკა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უფრო, მაგრამ ის ხასიათი, მაგალითად, იქ თუ სხვა ასცენდენტი გაქვს, მაშინ ის ასცენდენტი ჩვენში იგრძნობა რაღაც დონეზე. და მაგალითად, შეიძლება მზე გქონდეს დებილიტაციაში მთავარ რუკაში და ნავამშაში გქონდეს ეგზალტაციაში. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ კი არა გაქვს ძლიერი საკუთარი თავის შეგრძნება, მაგრამ შენ გაქვს პოტენციალი, რომ თუ საკუთარ თავზე იმუშავებ, ძალიან მაგრად იყოს ეს გამოსწორებული ცხოვრების მეორე ნახევარში, მაგალითად. ანუ და ნებისმიერ პლანეტაზე ესეა, მთვარეზეც მაგალითად. მაგალითად, მთვარე თუ ყავს D1-ში რაღაცა რთულ პოზიციაში და ეს შესაბამისად დედასთან ურთიერთობა იქნებოდა რთული, ნავამშაში თუ უკეთეს პოზიციაშია, მაშინ შანსი გაქვს, რომ გამოასწორო და თუ იქ უარეს პოზიციაშია, მაშინ შენ რაც არ უნდა ეცადო, რომ ტრანსფორმაცია გაიარო ცხოვრებაში და შენი ემოციური სხეული დაამუშავო, კი დაამუშავებ, მაგრამ დედაზე ეს არ აისახება, მაინც დედასთან ურთიერთობაზე. იმიტომ რომ ცხოვრების მეორე ნახევარშიც, ანუ ნავამშაშიც ისევ რთულ პოზიციაშია მთვარე. ეხლა ესეთ მნიშვნელოვან თემაზე გადავდივართ, როგორიც არის უპაია. უპაია ეს არის, ასე ვთქვათ, ზუსტად რომ გადავთარგმნათ, როგორც რემედი, ანუ რაღაცის შემაქცეველი, ანუ რაღაცის მომატრიალებელი და არის სხვადასხვა სახის. როდესაც იმაში ინდუეთში ასტროლოგთან მიდიან, ხო, ორი რაღაცა აინტერესებთ, ერთი აინტერესებთ ხოლმე პროგნოზი, რომ ასტროლოგმა უთხრას, მაგალითად, ცოცხლის მოიყვანს ან რაღაც ესეთი და მეორე უპაია რომ ჩაატაროს. უპაია არის მაგალითად გაქვს სატურნის პერიოდი და გრძნობ თავს ცუდად. და გჭირდება სატურნის უპაია, რომ სატურნი გახდეს, თქვათ, შენთვის ძალიან შენს მიმართ კეთილგანწყობილი. და უპაიები არსებობს სხვადასხვა სახის. ერთ-ერთი არის თავარი ძვირფასი ქვების ტარება, ანუ სპეციალიზაცია აქვს იქ ასტროლოგებს და არის ასტროლოგი, რომელიც აი მარტო ძვირფასი ქვების უპაიებს აკეთებს და ამაზე არის, ასე ვთქვათ, სპეციალიზებული. მე სიმართლე გითხრათ, ეხლა დიდად ამას არ ვემხრობი, რადგანაც ყველა პლანეტას აქვს საკუთარი გამაძლიერებელი ქვა. მაშინ, ანუ რაღაცა პერიოდი როცა არის, რომ ვთქვათ, მზის გამაძლიერებელი ქვას გაიგეთებ და გავიდა ის პერიოდი, მერე შეიძლება ეს ქვა იყოს უკვე დამაზიანებელი შენთვის. და რაღაცა სხვა პერიოდი გაქვს, მაგალითად ვენერასი და ვენერას ავნებს. ანუ გამოდის, რომ სულ ასტროლოგთან უნდა იარო და ეს ქვები იცვალო, ასე ვთქვათ, ესეთი მომენტია ინდუეთში. ინდუეთში არ ეზარებათ და ზოგი დადის ესე მართლა და ამ ქვებს ცვლის. მეორე არის მანტრების გალობა. ანუ თვითონ ადამიანს ურჩევენ, რომ შენ აი ეხლა სატურნის პერიოდში სატურნის მანტრა, ვთქვათ, რამდენიმეჯერ
დილით გაიმეორე და ეს დააჰარმონიზებს შენს სატურნს, მაგრამ სატურნის, ანუ მანტრების გალობამ რომ მოგიტანოს შედეგი, მაშინ აუცილებლად უნდა გქონდეს ძალიან ძლიერი მეხუთე სახლი. მეხუთე სახლია მანტრები, ანუ მეხუთე სახლში თუ ყავს იუპიტერი, შეგიძლია თქვა, რომ კი, მანტრები ჩემთვის აუცილებლად იმუშავებს, ან მზე თუ ყავს. თუ ყავს მეხუთე სახლში რაჰუ ან სატურნი, ან სუსტია ეს მეხუთე სახლი, მაგალითად დესპოზიტორი არის სუსტი, მაშინ შეიძლება იმღერო მანტრები და გააძლიერო უბრალოდ იმ პლანეტის ენერგია და არ გახადო უკეთესი, ანუ გაძლიერება რას ნიშნავს? თუ მაგალითად პლანეტა არის ნეგატიური და შენ გააძლიერებ იმის ენერგიას, ხო? გაძლიერდება ეს ნეგატიური, ასე ვთქვათ, გავლენა შენ ცხოვრებაში ამ პლანეტის. ანუ კარგს კი არ გააკეთებ პირიქით, ანუ უარესს გააკეთებ. აქედან გამომდინარე, ეს მანტრების გალობა პლანეტებისათვის, არ ვიცახი სხვა დიეტისთვის, სხვა მაგალითად ან ვიშნუს, ან შივას, ან ბრაჰმას მანტრებზე არ ვლაპარაკობ, აი კონკრეტულად პლანეტისთვის, ხო? იმ ადამიანმა უნდა გააკეთოს, ვისაც აქვს კარგი მეხუთე სახლი. აი მეხუთე სახლი თუ მეხუთე სახლის მფლობელი თუ არის მერვე სახლში, ხშირად მინახია, რომ ეს ადამიანები ტრანსცენდენტულ მედიტაციას მედიტირებენ. რადგანაც უყურეთ მანტრა, მეხუთე სახლი და ტრანსცენდენტული მედიტაცია რაღაც საიდუმლო მანტრა, რომელიც მერვე სახლშია. ანუ რაღაც ისეთი რა, პირადი. და იაგიები არის ყველაზე ძალიან გავრცელებული. და იაგიები არის გარკვეული რიტუალები, როცა აი ასტროლოგები, ესე იგი პანდიტები ქვიათ, სწავლული ასტროლოგები, ჩდებიან ერთად და რაღაცა მანტრებს გალობენ, ზოგჯერ რაღაცა ხეს წვავენ, ან ზოგჯერ რაღაც ბრინჯს ყრიან ცეცხლში, რაღაცა სხვადასხვა რიტუალებს ატარებენ და ამითი სხვადასხვა სახის არსებობს იაგიები, არსებობს ზოგადი, ასე ყოველდღიური, რომელიც რაღაცა თითქოს გიცავს და არსებობს კიდე მაგალითად რაღაცა კონკრეტული პრობლემა გაქვს ჯანმრთელობის და აღარ გინდა რომ გქონდეს, შეუკვეთა ამ იაგიას და შენთვის ასრულებენ ინდუეთში იაგიებს და ეს პრობლემა გეხსნება. მე ჩემ თავზე დამიტესტია იაგიები. ბევრისთვის ისე მუშაობს, რომ უბრალოდ ამბობენ, რომ რაღაცა თითქოს დაცვა ჩამირთეს და რაღაც სამყარო გახდა ჩემთვის ისეთი, რომ ყველგან სადაც მივდივარ, ვიღაცა თავზე ხელს მისმევს. მაგრამ ჩემზე ესე მუშაობს ხოლმე, რომ პირიქით ტრანსფორმაცია იწყება უფრო ძალიან ძლიერი იაგიების დროს. და მართლა ენერგიას გრძნობ, რომ ძლიერდება, ანუ ისეთ ენერგიაში არ ახარ, როგორც ჩვეულებრივად ხარ ხოლმე. მე მაინც რეკომენდაციას არ გავუწევდი იაგიებს, რადგანაც ადამიანს შეუძლია თვითონაც გაიაროს ტრანსფორმაცია, ანუ არიან ადამიანები, ხა მაგალითად საქართველოშიც შეიძლება რომ იაგიები შეუკვეთო ინდუეთში არიან ესეთი ადამიანები და სულ ჩართული აქვთ ეს იაგიები, ასე ვთქვათ, ყოველ თვე უხდიან ინდუეთში ფულს, რომ ამ იაგიების გავლენის ქვეშ იყვნენ და აქტიურად რაღაცა თქოს რაღაც დამაწყნარებელზე ხარს იაგიებია შენთვის ჩართული, ვიღაცა ღერის ამ საგალობლებს და ხო Facebook ჯგუფის არსებობს, სადაც შეგიძლია მოусმინო, როცა შენ სახელს ახსენებენ, ასე ვთქვათ, და არ ვიცი, ნუ პერსონალურად შეიძლება დატესტოს ადამიანმა, მაგრამ მე მაინც არ ურჩევდი დიდად, რომ სულ იაგიებზე შეჭდეს და ესე გააგრძელოს ცხოვრება ადამიანმა. ინდუეთში ძალიან პოპულარულია. ასევე პლანეტებს, ხო, როდესაც რუკაში ვხედავთ და რომელიც დაბადებისას გამოუყვა, ეს არის უბრალოდ დასაწყისი მომენტი, ანუ რაღაც საწყისი მომენტი. ყველა პლანეტის ენერგია შეგვიძლია შევცვალოთ. და შეიძლება ძალიან სხვადასხვა რაღაცით შევცვალოთ პლანეტის ენერგია. ასევე არსებობს ძველ წერილებში რჩევები, როგორ გავაძლიეროთ კონკრეტული პლანეტები. და სხვადასხვა რჩევებია, ახლა რა თქმა უნდა, ძველი წერილებიდან არის ძირითადი რჩევები და რაღაცნაირად არ არის თანამედროვე დროზე მორგებული. მაგალითად, წერია, რომ სატურნი რომ გავაძლიეროთ, უპატრონო ძაღლებს უნდა ვაჭამოთ, ან რაღაცა ესეთი არა ასოცირებული რაღაცებია ხოლმე. მზის გაძლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვისაც უცბი მზი აქვს და ზოგადად ყველასთვის მნიშვნელოვანია მზის გაძლიერება. და სხვათა შორის მუშაობს ძალიან კარგად მზის სუპაიები. ესე იგი, დილით მზის ამოსვლისას ადგომა, ან დილით მზის ამოსვლამდე ადგომა.
ეს აწესრიგებს, ასე ვთქვათ, ბიორიტმს სხეულში რაღაცნაირად და ბუნებრივად მზე რუკაში ძლიერდება ამითი. მაგრამ აი პარადოქსია, რომ ვისაც უჭირს დილით ადრე ადგომა, ხო, იმას აქვს სუსტი მზე ყოველთვის რუკაში და ნუ აი უნდა აიძულოს საკუთარ თავს დილით რო ადგეს. ვიღაცა დილით ძალიან სიამოვნებით დგება, იმიტომ რომ ძლიერი მზე აქვს და ნორმალური ბიორიტმია მის სხეულში. და ვიღაცა ძალიან რთულად. არსებობს კიდე სურია ნამასკარი, იოგის ვარჯიშების პატარა კრებულია და სურია ნამასკარს თუ აკეთებ დილით, ესეც აძლიერებს მზეს. ესეც მუშაობს საკმაოდ კარგად. ასევე მზეს ეხება მამასთან და უფროსთან ურთიერთობების მოწესრიგება. ანუ მამასთან და უფროსთან თუ პატივის, ანუ იგივე მზე რუკაში არის მამა მაგალითად და არის ასევე უფროსი. თუ პატივისცემით ექცევი მამას, თქვათ, აი როგორც ძველი წერილები ამბობენ, შენი მზე ძლიერდება. ჯანმრთელობაზე და სხეულზე ზრუნვაც მზის გაძლიერებაა, რაღაცა, თქვათ, აი ვარჯიშების კეთება, უფრო მარსის გაძლიერებაც არის, თუ ეს არის რაღაცა კუნთებზე ორიენტირებული ვარჯიში და აი იოგა მაგალითად და უფრო სხეულის გაჯანსაღებაზე ორიენტირებული ვარჯიში არის მზის გაძლიერება უკვე რუკაში. კვირას როგორც ზით არის მზის დღე და შესაბამისად, როდესაც იმ პლანეტის დღეა, ბუნებრივად სამყაროში არის იმ პლანეტის ენერგია ძალიან ბევრი. და მარხვა ახლა რასთან არის დაკავშირებული. როდესაც საჭმელს არ ვიღებთ, მაშინ უკვე პრანას ჩავისუნთქავთ უფრო მეტს იმისგან, რა ქვია, გარემოსგან და შესაბამისად ითვლება, რომ როდესაც მარხულობ, ამიტომ აძლიერებ იმ პლანეტის ენერგიას, რომ შენ უფრო მეტ ამ პლანეტის ენერგიას ჩავისუნთქავ გარედან და არ გეხარჯება ენერგია საჭმლის გადამუშავებაზე და იკვებები ჰაერით, ასე ვთქვათ, ანუ მზის ენერგიით ძღები, ასე ვთქვათ და ამიტომ არის მარხვა საერთოდ იმ პლანეტის დღეს მიზანშეწონილი, რისი გაძლიერებაც გვინდა. მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს არაფერი, რა თქმა უნდა. ოქროსფერის ტარება აძლიერებს ბუნებრივად მზეს და ცერათითზე ბეჭდის ტარება. ანუ ბეჭდები არის ბუნებრივად მერიდიანები, ენერგეტიკული და რომელიღაცა თითზე ბეჭდს თუ ატარებთ, ჩვენ გვიჩნდება შეგრძნება, სულ ჩვენ ცნობიერებას აქვს შეგრძნება რაღაცა, ამ თითთან დაკავშირებით ვგრძნობთ. და რახან ამ თითს ვგრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენში ის ენერგია, რა ენერგიასაც ეს თითი ატარებს და ენერგეტიკა ამ თითის არის უფრო აღქმული და შესაბამისად თუ ცერათითზე იკეთებ ბეჭედს, მზის ენერგია ძლიერდება ამითი. მაგრამ ასევე არის რომ რაჰუს ენერგიაც ძლიერდება, ცერათითი რაჰუსაც ეკუთვნის, ასე რომ ფრთხილად შეიძლება იყოს ვინც ცერათითზე ბეჭედს იკეთებს, ეს არის უფრო турბულენტობისკენ მიდრეკილე, ანუ შეიძლება турბულენტური რაღაცებიც მოხდეს შედარებით ცხოვრებაში. კიდე ძალიან მნიშვნელოვანი უდაოდ პლანეტა არის გასაძლიერებელი ჩვენთვის მთვარე და მთვარე, ასე იგი, თითქმის, რა ვიცი, 50% მაინც რუკებში არის ხოლმე ყოველთვის რაღაცა პრობლემურ სიტუაციაში მთვარე, იმიტომ რომ მთვარე არის ძალიან გრძნობიარე, მარტო ყოფნაც არ უყვარს, რაღაცა პლანეტასთან ერთად თუ არის, მაშინ პლანეტის გავლენას იღებს ძალიან დიდს და აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად დასამუშავებელია ხოლმე. რა თქმა უნდა, არსებობს ახლა რთული სიტუაციები უფრო, როცა მთვარე არის მერვე სახლში, მე-12 სახლში და არის რომ მთვარე უბრალოდ მერკურთან ერთად არის და ეს ზედმეტი ფიქრები, ასე ვთქვათ, გონება ანალიტიკური არ ასვენებს აი ამ სხვანაირ გონებას შინაგანს. მთვარის გაძლიერება არის ადრედაძინება, ერთ-ერთი ადრედაძინება სხვათა შორის მზისთვისაც კარგია, რადგანაც ადრე როცა იძინებ, ადრე დგები შესაბამისად და ბიორიტმი არის ჩართული. ჩანდრა ნამასკარ არსებობს, ეს სურია ნამასკარივით იოგას სავარჯიშოების კრებულია, რომელიც კეთდება ღამით, ძილის წინ უფრო დამაწყნარებელი ეფექტი აქვს. სურია ნამასკარს თუ გამოღვიძებელი ეფექტი აქვს, ამას აქვს უფრო დამაწყნარებელი, რომ მე უფრო კარგად დაიძინოთ. დედასთან და ქალებთან ურთიერთობის მოწესრიგება ესეც მთვარეს აძლიერებს. ანუ მე კონსულტაციის დროს ვეკითხები ხოლმე ადამიანს დედასთან რა ურთიერთობა აქვს, შესაბამისად ვიგებ აქედან მთვარე, ანუ ემოციური სხეული რა მდგომარეობაში აქვს. თორემ ადამიანი თუ დაამუშავებს
ამ თავის ემოციურ სხეულს, ხო და დედასთან ურთიერთობა შეიძლება ისე არ დარჩეს კარგი. ანუ არ კონდეს ესეთი მჭიდრო კონტაქტი. მაგრამ თუ ამუშავებს საკუთარ თავს ძალიან ხშირად ხდება რომ იცვლება ეს და დედაზეც მოქმედებს, რადგან ბუნებრივად მთვარეც არის. ბუნებრივად ისია რომ ჩვენ ვართ ერთი ენერგეტიკული სისტემა და მეორე ადამიანი ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს ისეც ენერგეტიკული სისტემაა და შუაში არის კიდე რაღაცა ენერგია. ანუ ჩვენ ჩვენი მხრიდან რაღაცას თუ შევცვლით, ჩაიღვარა სხვანაირი ენერგია შუაში, ენერგეტიკულ დერეფანში, ასე ვთქვათ და ის ადამიანი შეცვალა რაღაც მომენტში. თუ ის ძალიან დაბლოკილი არ არის და ძალიან არ ეწინააღმდეგება ცვლილებებს. და ასევე წყალი არის, რა თქმა უნდა, მთვარის შემადგენელი ელემენტი და დილით და საღამოს ბანაობა არის ძალიან კარგი მთვარის გასაძლიერებლად. ანუ ინდუეთში, როდესაც დგებიან, პირველი რაც აქვთ, რასაც აკეთებენ, ეს არის ბანაობა, წყლის გადავლება და თვლიან, რომ აი, როდესაც გვძინავს და თამასურ მდგომარეობაში ვართ, ანუ არაცნობიერში და ვდგებით, გჭირდება რაღაცნაირი აი კარიბჭესავით, ასე ვთქვათ, რომ ამ ცნობიერ მდგომარეობაში გადმოვიდეთ სწორედ და არ გამოგვყვეს აი ეს თამასური ენერგია. და ამიტომ ძალიან კარგია დილით წყლის გადავლება, რომ გადაიტვირთება რაღაცნაირად ენერგია ჩვენი და თუ არ გადავივლებთ წყალს, შესაბამისად ამ თამასური ენერგიით, რომელიც დილიდან გამოგვყვა და არაცნობიერი მდგომარეობიდან, გავაგრძელებთ ისევ დღეს. და საღამოსაც, რა თქმა უნდა, კარგად რომ გვეძინოს, შესაბამისად ის რაღაც ენერგეტიკული დაბინძურება, რომელიც გვაქვს წყლის საშუალებით, შეგვიძლია კარგად ჩამოვირეცხოთ. არ ვიცი თუ შეგემჩნევიათ, მაგრამ ხანდახან თქვა შეიძლება იყო მოწყენილი ადამიანი და წყალი გადაივლო და კარხასიათზე დადგე, რადგანაც აი ენერგეტიკული სხეული რაღაცნაირად გაირეცხა, ასე ვთქვათ და გამდიდდა წყლის ელემენტით. ასევე ვისაც წყალი აკლია რუკაში, ხო, იმას მთვარეც შედარებით სუსტი აქვს და ძალიან კარგია აბაზანის მიღება. ანუ აბაზანას ვიც აიღებს ადამიანი იქ მთვარეც ძლიერდება იმ მომენტში. თეთრების ტარება არის ასევე ძალიან კარგი, თეთრი არის მთვარის ფერი და აი ინდოეთში ძალიან ხშირად თეთრებია ცვიათ. იქიდან გამომდინარე, რომ მთვარე ერთ-ერთი ყველაზე სათუთი და ისეთი მნიშვნელოვანი პლანეტაა, რომელიც უნდა იყოს მოვლილი და გაძლიერებული, რადგანაც მასზეა დამოკიდებული ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა, ხო? და ორშაბათს მარხვა, ასევე მთვარის ენერგიის შესრუტვა, მაგრამ თუ კარგი მთვარე არა აქვს ადამიანს, მე არ ურჩევდი რომ ორშაბათს იმარხულოს და გააძლიეროს მთვარის ენერგია უბრალოდ და გაუძლიერდეს მერე შფოთვები. ანუ ვისაც არა გაქვთ სხეული ენერგეტიკი არა და ემოციური სხეული მოწესრიგებული, ორშაბათს ჭამეთ. და არ დაიცვათ მარხვა. მარსის გაძლიერება. ანუ კიდე უნდა გვესმოდეს, რომ პლანეტების სიძლიერეზე ძალიან მნიშვნელოვანია გაძლიერებაზე და დასუსტებაზე მოქმედებს სხვა ადამიანები. ანუ ჩვენ თუ ვურთიერთობთ ადამიანთან, რომელსაც აქვს სუსტი მარსი. ბუნებრივად ჩვენი მარსიც ამითი ბუჯდება და ღიზიანდება, ასე ვთქვათ. ამიტომ აი მეგობრები ძალიან ისე უნდა შევარჩიოთ. აუცილებელი არ არის რუკაში ჩავიხედოთ ყველასაში და ისე შევარჩიოთ მეგობრები. აი მაგალითად სუსტი მარსი უკვე ეტყობა ადამიანს, რომელიც არის ადვილად გაღიზიანებადი. ანუ თუ ძლიერი მარსი აქვს ადამიანს, ის თუნდაც იყოს ასცენდენტი მარსი, თუნდაც პირველ სახლში ყავდეს მარსი, თუნდაც მთვარე და მარსი ერთად კონდეს, თუ ძლიერია, ეს არის რაღაცნაირი მედიდური ბრაზი, ასე ვთქვათ, ისეთი კი არა, როდის აგრესია და ბრაზი არის სუსტი მარსის. ანუ ძლიერ მარს აგრესია და ბრაზი საერთოდ არა აქვს. აქ რაღაცა შეიძლება ძალის ჩვენება რაღაც ესეთი. ანუ თუ ისეთი ადამიანს შეამჩნევთ, რომ ადვილად ღიზიანდება და ფეთქდება, ესე იგი პირველ რიგში ეგრევე ფიქრობთ, რომ აქვს მარსი დისბალანსში. და თუ ეს არის თქვენი მეგობარი, ხო? წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ენერგეტიკული სხეული ვართ, ხო? და ისეც ენერგეტიკული სხეულია და როცა ის ჩვენს გვერდით არის, რაღაცნაირად ჩვენ რაც არ უნდა სუფთა მარსი გქონდეს, ხო? ჩვენი და იმის მარსი რაღაც ერთ ტალღაზე მოდის საშუალოზე. და ჩვენი ცოტათი ფუჭდება და იმისიც უკეთესდება, ასე ვთქვათ. ანუ
ის გაღიზიანება შეიძლება გადმოგედოთ იმისგან. დაახლოებით წარმოიდგინეთ, რომ აი ჭიქაში იყოს ცოტა ჭუჭყიანი წყალი და მეორე სუფთა ჭიქაში რო გაურიო, შედარებით ხო იქაც აღარ არის ისეთი ჭუჭყიანი და ოღონდ მეორე ჭიქაც გაჭუჭყიანდა, ხო? ესე სხვა ადამიანების პლანეტები მოქმედებს ჩვენ პლანეტებზე. მარსის გაძლიერება არის ფიზიკური ვარჯიში პირველ რიგში, სპორტი ორთაბრძოლის ელემენტებით და მარს უყვარს, როცა გვაქვს სხეულზე კუნთები, ანუ რაც უფრო მეტი კუნთოვანი მასა აქვს ადამიანს, უფრო ჰარმონიაში მოდის მარსი. სამშაბათს მარხვა, ასევე მარსის გაძლიერებას ემსახურება, ასევე სამშაბათი ძალიან კარგია რაღაცა ფიზიკური აქტივობის დასაწყებად, ანუ თუ გადაწყვეტავთ, რომ ვარჯიში დაიწყოთ, არ თქვათ, რომ აი ორშაბათს უნდა დავიწყო ვარჯიში, იმიტომ რომ ორშაბათი მთვარის დღეა და ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიფიქროთ ძალიან ადვილად. მაგრამ სამშაბათს თუ დაიწყებთ, უფრო აი მარსის შემართებით მოხდება ეს ყველაფერი. ასე რომ ყველანაირი ესეთი საქმე ჯობია რომ სამშაბათს დაიწყოს ადამიანმა. და წითელი ტანსაცმლის ტარებაც არის ასევე მარსის გამაძლიერებელი. იქ წერია კიდე ძველ ნაწერებში, რომ წითელი ხილი და პამიდორი უნდა აჩუქო მათხოვრებს, ან ესეთი რაღაცებიც არსებობს, მაგრამ ესეთი რაღაცები არ დამიტესტია, მართალია რომ გითხრათ, რამდენად მუშაობს. არ მიჩუქებია პამიდორი მათხოვრისთვის. ხო და ესე იგი, არ ვიცი თუ ვინმეს უნდა შეუძლია დატესტოს თუ ძლიერებს მარსს. მერკური ძალიან მნიშვნელოვანია და მერკური ასევე მნიშვნელოვანია ის წეგან მარსის რასაც ვლაპარაკობდით, ხო? მეგობრებთან განსაკუთრებით უნდა ავარჩიოთ მეგობრები, ვისაც კარგი მერკური აქვს, რადგანაც მერკური უფრო ადვილად სუსტდება, ვიდრე სხვა პლანეტა. ანუ მერკური იმდენად პატარა და ესეც სათუთია, რომ ეგრევე ვირეკლავთ სხვა ადამიანის მერკურის, როცა ველაპარაკებით. ანუ ხო გინახიათ, რომ ვიღაც ადამიანთან ძალიან ადვილია ლაპარაკი და ვიღაცასთან რთულია. ანუ იმას თვითონაც კარგი მერკური აქვს და შენ კარგ მერკურს კიდე ამუმჯობესებს და კომუნიკაცია ადვილია. მერკურის გაძლიერება ხდება ახალი სწავლით ყოველთვის და ეს არ არის იუპიტერისეული ცოდნა, მაგალითად უნივერსიტეტში ჩაბარება აუცილებლად. მერკურს უყვარს მაგალითად ახალი ენის სწავლა, აი ეს კურსიც მაგალითად ახლა რაღაცა კურსი, რომელიც არის რამდენიმე თვიანი ან ერთთვიანი, ესეც მერკურის არის. ანუ მერკურს უყვარს, როცა გონება არის, ასე ვთქვათ, გამოყენებაში. მწვანე ტანსაცმლის ტარება, ოთხშაბათი არის მერკურის დღე და ოთხშაბათს მარხვა. ნეკათითის ბეჭდის ტარება, ნეკათითი არის მერკურის და აი თუ დააკვირდებით ესეთ ინტელექტუალებს და მოაზროვნეებს უკეთიათ ხოლმე ნეკათითზე ბეჭედი, ანუ ეკომფორტულებათ, რადგანაც მერკურის ენერგია აქვს ძლიერი და მერკური განკარგავს ფილტვებს და კანს. ანუ როდესაც სიგარეტს ვეწევით, ამბობენ რომ კანი ბერდებაო, აი უყურეთ რამხელა კავშირია, რომ მერკური განკარგავს ამ ორივეს. და ფილტვებით უზიანდება, შესაბამისად კანიც ბერდება, იმიტომ რომ ორივე მერკური დაზიანდა და მერკურმა მერე ის კანიც, ასე ვთქვათ, დააზიანა. ასევე ვისაც კარგი მერკური ყავს, უფრო ისეთი კანი აქვს, სქელი, ასე ვთქვათ, კანი თუ არის თხელი, შესაბამისად მერკურსაც რაღაცა ბუნებრივად არის, რომ შეიძლება აკლდეს ძალა. ყელის ჩაკრაც მერკურია ასევე და აი მაგალითად ცუდი სიტყვების ხმარება, აგრესიით, ყვირილი, ეს ყველაფერი მერკურს აზიანებს, რადგანაც ყელის ჩაკრას გამოივლის რაღაცა ნეგატიური უარყოფითი ენერგია და აქედან გამომდინარე მერკურიც ზიანდება. კიდე ჰარმონიზებს მაგალითად მანტრების სიმღერა, ზოგადად სიმღერა, როცა აი ყელის ჩაკრაში ჰარმონიული ენერგია ტრიალებს, ხო, ეს მერკურს აჰარმონიზებს. ასევე შეიძლება თუ მერკური რთულ პოზიციაშია, რაღაცა ძალიან ღრმა თერაპია ჩაიტაროთ ამ კუთხით ან ურთიერთობებთან დაკავშირებით, რაღაცა მერკურის ეულთან დაკავშირებით და ბუნებრივად გამოსწორდება ეს ყველაფერი და შეატყობთ. ვენერას რაც შეეხება, ვენერას მთავარი, ასე ვთქვათ, ყველა საყვარელი საქმიანობა არის სიამოვნების მიღება და ყველანაირი აქტივობა, რომელიც არის დაკავშირებული, რომ სხეულს მიაყენოთ სიამოვნება, რაღაცა იქ სპაში წახვიდეთ, მასაჟი გაიკეთოთ,
რაღაცა თუნდაც რაღაცა ფუმფულა ტანსაცმელი ჩაიცვათ სხეულზე ქსიამოვნებ. ეს ყველაფერი ვენერას აძლიერებს. ვენერას არ უყვარს, როდესაც ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია ადამიანს. აი არის ადამიანები, რომ ჩაიცვენ ერთი და იგივეს და სულ ისაცვიათ. ესეც აზიანებს ვენერას, ან ვენერას უყვარს გაფრანჭვა, უყვარს სამკაულები. პარასკევი არის ვენერას დღე და აი პარასკევობით თუ სადმე წახვალთ იმისთვის, რომ სიამოვნება მიიღოთ და აი ლამაზად ჩაიცვათ და სადღაც გამოჩნდეთ, ესეც ვენერას დააჰარმონიზირებს, ასე ვთქვათ. იუპიტერის გაძლიერება მნიშვნელოვანია. იუპიტერს აძლიერებს რიტუალები, ნებისმიერი რიტუალი. შეიძლება ეს სანთლისთანთება იყოს უბრალოდ, შეიძლება დილით ადგომა და რაღაცა რამოდენიმეჯერ მანტრების წაკითხვა. ყველაფერი ოღონდ უნდა იყოს აი თანმიმდევრული რიტუალია, როდესაც ყოველ დღე ერთი და იგივეს აკეთებ, ასე ვთქვათ. და იუპიტერის გაძლიერება ეხლა რას მოგცემს? იუპიტერი არის ასევე იღბალი ჩვენ ცხოვრებაში, ანუ აი თავისით რაღაცა რო ძალიან მაგრად გამოდის, ან გიმართლებს, ეს იუპიტერთან არის ყოველთვის კავშირში. ასევე მორალთან დაკავშირებული თემები, აი მაღალი მორალით მოქცევა იუპიტერს აძლიერებს, რაღაცა ამორალურს თუ ჩავიდენთ, ესეც იუპიტერს ასუსტებს. ხუთშაბათობით მარხვა, აი ხუთშაბათობით ხო იუპიტერის დღეა და ხუთშაბათს რიტუალებიც ძალიან კარგია იუპიტერისთვის. მაგალითად მე იმიტომ ვატარებ ხოლმე ხუთშაბათს მედიტაციას ყოველთვის იუპიტერს ვაძლიერებ ამითი ასევე. და საჩვენებელი თითი ეკუთვნის ასევე იუპიტერს და თუ დააკვირდებით, ადრე მეფეებს ეკეთათ საჩვენებელ თითზე დიდი ბეჭედი, რომელიც აძლიერებდა იუპიტერის ენერგიას, რადგანაც აი იუპიტერი რაღაც ყოვლის მცოდნე ბრძენი უნდა ყოფილიყო მეფე, რომელიც განაგებდა სამეფოს. სატურნის გაძლიერება არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ყველაზე მეტი პრობლემებს სატურნი გვიქმნის ყოველთვის. ყველაზე კარგად აძლიერებს სატურნს, როდესაც ყველანაირი პროტესტის გარეშე ესე თავმდაბლად და ბეჯითად ვშრომობთ და ამითი არის ყოველთვის სატურნი კმაყოფილი. რუტინული საქმე, ის რაც გვეზარება, ის იკეთებაც გვეზარება, მოდის ხოლმე ყოველთვის სატურნის პერიოდში რუტინული საქმეები. პასუხისმგებლობის აღება აძლიერებს სატურნს, ასევე მზესაც აძლიერებს სხვა შორის პასუხისმგებლობის აღება. შაბათს მარხვაც აძლიერებს, ოღონდ აფრთხილად უნდა იყოთ, თუ რაღაცა დაზიანებულია სატურნი და შაბათს კიდე მარხულობთ, ანუ ამ დაზიანებული სატურნის ენერგიას აძლიერებთ. და ჯობია რაღაცით დააჰარმონიზოთ და უფრო მეტი იშრომოთ, ვიდრე უბრალოდ შაბათს იმარხულოთ. და საკუთარ ცხოვრებაში სატურნისეული თვისებების დანერგვა, ასევე აი დისციპლინირებული ყოფნა, მაგალითად ის რომ საღამოს ჩამოვწეროთ, ხვალ რა უნდა გავაკეთო, ხო? ეს არის სატურნის გაძლიერება იგივე, როცა ყველაფერი დალაგებული გაქვს რაღაცნაირად გეგმის მიხედვით, სატურნს უყვარს ესეთი საქციელი ადამიანისგან. და თუ ბუნებრივად არ არის ადამიანი ესეთი, მაშინ სატურნის პერიოდი როცა აქვს, რაღაცნაირი თუ ძლიერი სატურნი აქვს, ამას სიამოვნებით აკეთებს და ბეჯითი ხდება და თუ სუსტი სატურნი აქვს, მაშინ უწევს რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, დიდად არ ეხალისება, მაგრამ უწევს აუცილებლად რუტინული საქმე. ისე რომ სატურნის პერიოდი იყოს და ადამიანს არ ქონდეს არანაირი პრობლემა და არანაირი პრეტენზია, ესეთი რაღაცა არ არის, ანუ სატურნის პერიოდია ყოველთვის ის, რაც ბაწვევინებს, ასე ვთქვათ, კარმას.